თქვენ გაეცანით პლატონის, მაკიაველის, ჰობსის, ლოკის, ჟან-ჟაკ რუსოს შემოქმედებას. ეხლა უნდა გავეცნოთ ლამარკის, ხოლო უფრო მოგვიანებით დარვინისა და უოლესის მოღვაწეობას. ისმის შეიძლება დავსვათ რიტორიკული კითხვა. რა აქვთ საერთო სრულიად განსხვავებულ სფეროში მოღვაწე ამ სწავლულებს? მათ აერთიანებს ერთი რამ. კერძოდ დიდი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ევროპული აზროვნების ჩამოყალიბებაში. ლამარკი, დარვინი და უოლესი ბიოლოგიურ სფეროში მოღვაწეობდნენ. ბიოლოგია სიცოცხლის შემსწავლელი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა. ამ სწავლულებმა საფუძველი ჩაუყარეს ბიოლოგიაში სრულიად ახალ მიმართულებას, ეს გახლავთ ევოლუციური ბიოლოგია. ევოლუციის იდეამ გავლენა მოახდინა მთელ მეცნიერებაზე. კერძოდ ისტორიული განვითარების ევოლუციიზმის იდეა მიეკუთვნება არა მარტო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, არამედ ყველა მეცნიერული დარგის იდეათა კატეგორიას. და ასეთი იდეები არის საკმაოდ მცირე რიცხოვანი, არც თუ ისე ბევრია. ცოცხალი სამყაროს ევოლუციის შესახებ პირველი დასრულებული კონცეფტი ლამარკმა წარმოადგინა. ხოლო უფრო მოგვიანებით, ერთის ნახევარი საუკუნის შემდეგ კი ახალი კონცეფტი წარმოადგინა დარვინმა და უოლესმა. მათ მეცნიერულად დაასაბუთეს ევოლუცია როგორც ფაქტი, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ სისტემაში და საფუძველი ჩაუყარეს, დააფუძნეს ევოლუციური თეორია. სადღეისოდ ევოლუციონიზმის იდეა მეცნიერების ყველა დარგში დამკვიდრდა. იგი ჰუმანიტარული მეცნიერების სფეროში შეიჭრა და მისი გავლენით ჩამოყალიბდა ისეთი დარგი, როგორიც არის სოციობიოლოგია. ევოლუციის თეორიის პრინციპები ცდილობდნენ აეხსნათ ეკონომიური კანონზომიერებანი. ევოლუციის იდეა გავლენა მოახდინა ლიტერატურთმცოდნეობაზე, ზოგადად ფილოლოგიაზეც. ამის დასტურია ფრანგი მეცნიერის ბრუნო ტიერის შემოქმედება, ხოლო ქართულ რეალიაში, ქართულ წინამძღოლში კი უდიდესი დიდი ლიტერატურთმცოდნის კიტა აბაშიძის მოღვაწეობა. თუ თანამედროვეობის ცნობილ ფრანგ ფილოსოფოს მიშელ ფუკოს დავეყრდნობით, ბიოლოგიის ამ დაგვარ ზეგავლენას ჰუმანიტარულ მეცნიერებაზე თავისი საფუძველი ჰქონდა. ბიოლოგია შეისწავლის სიცოცხლეს, რომელიც თავისი არსით ჰუმანიტარულია. როგორც ყველა ის მეცნიერება, რომელიც სიცოცხლის, შრომისა და ეკონომიკის საკითხებს სწავლობს. რა ნიშნებით ხასიათდება ევოლუცია? რით ვასაბუთებთ, ვადასტურებთ, რომ ევოლუციურ პროცესს ადგილი ჰქონდა ისტორიულ განვითარებას. აქ უნდა ერთ მომენტს უნდა გავუსვათ ხაზი. ვიდრე ევოლუციური პრინციპები დამკვიდრდებოდა ბიოლოგიაში, მეტაფიზიკური შეხედულება იყო. მეტაფიზიკური შეხედულების მიხედვით ყოველი ცოცხალი სისტემა დამოუკიდებლად წარმოიშვა, ჩამოყალიბდა და მათ შორის არანაირი ნათესაობა არ არის. ევოლუციური თეორიის მიხედვით გარკვეული ჯგუფი ჩამოყალიბდა ცოცხალი სისტემა და შემდგომ ამ ცოცხალმა სისტემამ დასაბამი მისცა იმ ბიომრავალფეროვნებას, რომელიც დღეს გვაქვს. ამრიგად, მათ შორის ნათესაობა საკმაოდ დიდია. საფუძველი არის საკმაოდ დიდი ნათესაობისა და ამას ადასტურებს უკანასკნელი მოლეკულური ბიოლოგიის მიღწევები. რომ ერთნაირი მოლეკულური პროცესები მიმდინარეობს ყველა ცოცხალში, მემკვიდრული სისტემა ერთნაირია, გენეტიკური კოდი ერთნაირი ფუნქციონირებს ვირუსებიდან მოყოლებული ადამიანის შატლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველი ორიენტირი ეს გახლავთ ორგანული სამყაროს მრავალფეროვნება, რაც გამოიწვია ევოლუციურმა განვითარებამ. სლაიდზე ჩანს კავკასიის მარცხნივ ფლორა, ხოლო მარჯვნივ კი ტროპიკები. ფრიად მრავალფეროვანი და განსხვავებული მცენარეულობითაა წარმოდგენილი როგორც ერთი, ასევე ისე მეორე რეგიონი. რაც შეეხება
შემდგომ უდაბნო მექსიკისა ზედა კუთხეში მარცხნივ ავსტრალიის საოცარი ბუნება, მამონტის ხეები, რომელიც ასაკი დაახლოებით 5000 წელია, ასევე კავკასიის, კერძოდ ელდარის მიდამოები და ცენტრში კი ბათუმის ბოტანიკური ბაღი, სადაც ყველა მცენარე ტროპიკული, სუბტროპიკული ერთად არის თავმოყრილი და დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს. ასევე მრავალფეროვანია ცხოველთა სამყარო, სამეფო. აქ წარმოდგენილია ცხოველთა სამეფოს სხვადასხვა წარმომადგენლები. ფრინველები, რომელიც ეგუებიან უკიდურეს სიცივეს, არქტიკას ან ანტარქტიკას და ასევე ტროპიკების ფრინველები. ასევე მრავალფეროვანი არის ოკეანისა და ზღვის ცხოველთა სამყარო, ფრიად მრავალფეროვანი არის. მრავალფეროვნებით გამოირჩევა სოკოთა სამეფო. ამრიგად ზოგადად შეიძლება ვთქვათ, რომ ბუნებაში სახეობათა დიდ მრავალფეროვნებასთან გვაქვს საქმე. მეორე ნიშანი, რაც ახასიათებს ევოლუციას, ეს არის ორგანიზაციის დონის ამაღლება, თანდათანობითი ამაღლება და გართულება. ჯერ იყვნენ პრიმიტიული ფორმები, შემდგომ მისგან ჩამოყალიბდა უფრო რთული და უფრო მაღალ ორგანიზებული ინდივიდები. სლაიდზე წარმოდგენილი არის, თუ როგორ მოხდა ხერხემლიანების ევოლუცია. ეს არის ჰემოგლობინის მოლეკულური შესწავლის საფუძველზე მოლეკულური საათის მიხედვით დალაგებული, რომ ჯერ ჩამოყალიბდა და წარმოიშვა მრგვალპირიანები, გარკვეული ჯგუფიდან, შემდგომ მას გამოეყო ამფიბიები, უფრო მოგვიანებით, დაახლოებით 45 მილიონი წლის წინ, ფრინველები, 32 მილიონი წლის წინ კი მოხდა ძუძუმწოვრების გამოყოფა და პრიმატების შემდგომ კი საბოლოოდ კი ბოლოს ადამიანი ჩამოევლინა ქვეყანას. შეგუებულობა, ანუ ადაპტაცია ევოლუციის ერთ-ერთი მახასიათებელია, მისი შედეგია. სლაიდზე წარმოდგენილია თეთრი დათვები, რომლებიც შესანიშნავად ნებიურობენ გარემოში, სადაც დაახლოებით -40-50 გრადუსია. ასევე თოლიები. მაშინ, როდესაც ველი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და გაბუნის ველი გახლავთ, გველგესლა გახლავთ, ის ტროპიკების წარმომადგენელია და დაბალ ტემპერატურას ვერ უძლებს, ის მაშინ დაიღუპება. გარდა ამისა, თავისი შეფერილობით, მოხატულობით ის მიწაზე დაცვენილ ფოთლებს ისე მიემგავს, რომ გარჩევა გარემოსაგან მისი დანახვა შეუძლებელია. ამავე დროს ცხოველი ნებისმიერი ცდილობს გზნობათა ორგანოები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილები სხეულისა იყოს შენიღბული. აი თქვენ აქ თუ უცებ შეხედავთ მას, ვერ გაარჩევთ, სად აქვს მას თავი და სხვა ნაწილები. ისია ერთმანეთში შეფერილობით მიმგზავსებული. ბუნებრივია, რომ თავი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი არის, მხედველობის ორგანო და სხვა ნაწილები ტვინი იქ არის და ამიტომ ისე ხდება შენიღბვა, რომ მტაცებელმა სხვამ ვერ მოახდინოს ამ ნაწილის დაზიანება. ხოლო ზემო ნაწილში მარცხნივ ნაჩვენებია მწერი, რომელიც თავისი ფორმით მიემგზავსება ეკალს, კერძოდ ასკილის ეკალს გავს ძალიან და მტერი მას ყურადღებასაც არ აქცევს, ვინაიდან გონია, რომ ისიც ეკალია. შემდეგი მახასიათებელი ეს გახლავთ ახალ სახეობათა წარმოქმნა და ძველის ამოწყდომა. ამოწყდომა ერთ-ერთი მახასიათებელი არის ევოლუციისა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მთელი რიგი ცხოველებისა არის ამოწყვეტილი და უნდა ითქვას, რომ ის რაც დღეს არის შემორჩენილი, მხოლოდ და მხოლოდ არის 4-5% იმისა, რაც ოდესღაც წარმოიშვა. დანარჩენი ფორმები ჩვენამდე განამარხებული სახით მოვიდა. დინოზავრების მთელი ჯგუფი, რომელიც მთელი დედამიწა ჰქონდა დაპყრობილი და გაბატონებული იყვნენ ჰაერში, წყალში, ხმელეთზე, სადარა. დღესდღეობით შემორჩენილია მხოლოდ და მხოლოდ ქვეწარმავლების უმნიშვნელო ნაშთი. ასევე გვიმრანაირებს მთელი დედამიწა ჰქონდა დაპყრობილი, გაუვალი ტყეები იქმნებოდა 30 მეტრისა, დღესდღეობით გვიმრები მხოლოდ
ბალახოვანი მცენარეების სახით ძირითადად არის წარმოდგენილი და უმნიშვნელო მასა უჭირავთ მათ. ვიდრე ჩვენ უშუალოდ ლამარკის მოღვაწეობას შეუდგებოდეთ, განხილვას შეუდგებოდეთ, თვალი გადავავლოთ, კერძოდ თუ როგორ მოხდა ევოლუციური იდეების ჩამოყალიბება, ანუ ევოლუციური თეორიის განვითარების ეტაპებს შევეხოთ. პირველ ეტაპად მიჩნეულია ევოლუციური თეორიის განვითარების ის პერიოდი, როდესაც იყოს შეხედულება სამყაროს ერთიანობისა და განვითარების შესახებ. ამ შეხედულებას აინტერესებდნენ ძველ ჩინეთში, ინდოეთში, შუამდინარეთში, ეგვიპტეში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომის იმპერიაში. მათ მიაჩნდათ, რომ ყველა ცოცხალს და არა ცოცხალს ერთი საერთო წარმომავლობა აქვთ, რომ ადგილი აქვს სამყაროს ერთიანობასა და განვითარებას. სლაიდზე წარმოდგენილი არის თუ როგორ მტვერავენ ფინიკის პალმას. ფინიკის პალმა გახლავთ ორსახლიანი მცენარე, ანუ ცალსქესიანია ის, არის დევრობითი, მამრობითი, რომ კარგი მოსავალი მიეღოთ, ამიტომ აგროვებდნენ მტვრის მარცვალს, მტვერს და ხდებოდა ამ მცენარის ხელოვნური დამტვერვა და ფინიკის პალმას შუამდინარეთში ისეთივე დატვირთვა ჰქონდა, როგორც ქართულ სინამდვილეში ვასს. მისგან მრავალი პროდუქტი მზადდებოდა. აი ეს მიანიშნებს ყოველივე იმას, რომ მეცნიერება აქ და ბიოლოგიური მეცნიერება საკმაოდ მაღალ დონეზე გახლდათ. რომ დამტვერვა ხდება მტვრის მარცვლით ევროპაში მხოლოდ და მხოლოდ მე-18 საუკუნის დასაწყისში გაიგეს და მიხვდნენ. ასევე მეტად მნიშვნელოვანი არის ელინური სამყაროში ეს იდეა კიდევ უფრო მაღალ დონეზე დგას, ერთიანობის იდეა, პლატონის, არისტოტელეს და სხვა გენიალურ მოღვაწეთა შრომებში. ახალ დროში, მე-17-18 საუკუნეში, უკვე სრულიად ახალი ეტაპი, მეორე ეტაპი დადგა, ეს გახდა ტრანსფორმიზმი, რომლის მიხედვითაც ხდება სახეობათა ცვლილება, რომ სახეობა მუდმივი, უცვლელი კი არ არის, არამედ ადგილი აქვს სახეობათა ცვლილებას, მაგრამ ტრანსფორმისტებმა თეორია ვერ ჩამოაყალიბეს, ერთიანი კონცეპტი ვერ ჩამოაყალიბეს. დიდ რომ მაგალითად აღნიშნავდა, რომ აი ეს მატლი, რომელიც საცოდავად ცოდვილობს ლამპში, აი შემდგომ ჩვენ ის მოგვევლინება დიდ ცხოველად, ხოლო დიდი მასიური ცხოველი, რომელიც ჩვენ სამბეჭდავია, გარდაიქმნება შემდგომ უმნიშვნელო ჭიათ. რა თქმა უნდა, პრიმიტიულია ასეთი შეხედულება, მაგრამ იდეაა საინტერესო, რომ სახეობები მუდმივი და უცვლელნი კი არ არიან, არამედ ადგილი აქვს სახეობათა ცვალებადობას და განვითარებას. რაც შეეხება ტრანსფორმის, მას საფუძველი ჩაუყარა ისეთმა გამოჩენილმა სწავლულებმა, როგორც არის დეკარტი და ლაიბნიცი. ტრანსფორმისტები გახლდათ ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები, როგორც არის ერაზმ დარვინი, დარვინის პაპა, რომელმაც დაწერა მეტად საინტერესო პოემა, ეს გახლავთ ბუნების ტაძარი, სადაც ევოლუციური დებულებებია მოცემული, შარლ ბონე, სენტილერი და გამოჩენილი გენიალური პოეტი იოჰან ვოლფგანგ გოეთე. სწორედ ტრანსფორმისტი გახლდათ ის და ასეთ იდეებს იგი აყალიბებს თავის საბუნებისმეტყველო ნაშრომებში. პირველი სრული და თანმიმდევრული ევოლუციური თეორია ჩამოაყალიბა ჟან ბატის ლამარკმა. ევოლუციური კონცეფცია გადმოცემულია ნაშრომში ზოოლოგიის ფილოსოფია. რაც შეეხება ლამარკს, იგი დაიბადა ბრაზენტენში, პიკარდიაში, ეს მხარე გახლავთ საფრანგეთში, უძველესი ტრადიციის, მაგრამ საკმაოდ გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. შეიძლება შევადაროთ მელიტონ ბარათაშვილის ოჯახს, ოდესღაც ბარათაშვილები საკმაოდ დიდი გვარისანი და ბოლოს მე-19 საუკუნეში საკმაოდ გაღარიბებული. ნუ ყოველ შემთხვევაში, აი ამ ოჯახში დაიბადებული პიროვნება, უფროსი ვაჟები, მე-11 შვილი გახლდათ. მრავალშვილიანი ოჯახი. სამხედრო სამსახურისთვის საშუალება არ ჰქონდათ რომ მიებარებიათ, ამიტომ იგი
სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მაგრამ ლამარკს სრულებიდაც არ იზიდავდა აი ეს სფერო მოღვაწეობისა. როგორც კი მამა გარდაიცვალა, მან მაშინვე მიატოვა სასწავლებელი და წავიდა მოქმედ არმიაში. მაშინ ომი მიმდინარეობდა, 7 წლიანი ომი და იქ მოხალისედ ღებულობს მონაწილეობას და გამოჩენილი გმირობისათვის, ვაჟკაცობისათვის, სიმამაცისთვის ოფიცერის წოდებას საბრძოლო ველზე ღებულობს ლამარკი. 24 წლისა ღებულობს ტრამვას და უკვე სამხედრო კარიერისათვის ის გამოუსადაგერი ხდება, ამიტომ ბრუნდება სრულიად უფულო, უსახსრო პარიზში, შედის სამედიცინო სასწავლებელში, რომელსაც ამთავრებს, გატაცებულია ბოტანიკით და 3 წლის შემდეგ იგი აქვეყნებს მეტად საინტერესო ნაშრომს, სამტომეულს საფრანგეთის ფლორა, რომელმაც დიდი სახელი მოუხვეჭა, ჟან-ჟაკ რუსომ და ბიუფონმა საკმაოდ დიდი შეფასება, მაღალი შეფასება მისცეს. აი სწორედ გაეხსნა გზა აკადემიისკენ და მას ირჩევენ აკადემიაში როგორც ადიუნქტ ბოტანიკოსი. იგი მონაწილეობს საფრანგეთის ენციკლოპედიის, დიდი ენციკლოპედიის შექმნაში, ენციკლოპედიებთან ერთად, აქ შეიძლება დავასახელოთ ეს დიდრო და სხვები მისი მთელი პლიადა, მთელი ბიოლოგიური ტერმინოლოგია ეკუთვნის ლამარკს. მან შემოიტანა ტერმინი და დაამკვიდრა ბიოლოგია იმ გაგებით, რასაც ჩვენ დღეს ვხმარობთ, ეს ლამარკისეული ტერმინი გახლავთ. ასევე მან ცხოველთა სამყარო ორ დიდ ჯგუფად დაყო, ხერხემლიანები და უხერხემლოები, რომელიც დღესაც დამკვიდრებულია ზოოლოგიაში. იგი თანაუგრძნობს რევოლუციას და აქვეყნებს მრავალ ნაშრომს, მოღვაწეობს ბოტანიკურ ბაღში, მეტად მნიშვნელოვანი არის მის მიერ გამოქვეყნებული 1809 წელს ნაშრომი, რომელზეც უკვე ლაპარაკი საუბარი ჰქონდა, ეს არის ზოოლოგიის ფილოსოფია. მთელი თავისი ფილოსოფიური შეხედულებანი და თავისი ევოლუციური იდეები, სწორედ აი აქ არის მოცემული, მთელი კონცეპტი შეჯამებული სახით, რომელიც მიმოფანტულია სხვადასხვა შრომებში, დაახლოებით უხერხემლო ცხოველთა 7 ტომეული გამოსცა მან. და ეს დაამკვიდრა, აი უხერხემლო ცხოველები ძალიან ცუდად იყო შესწავლილი და ლამარკის წყალობით ეს საკმაოდ მაღალ დონეზე ავიდა ეს სპეციალობა, აი მისი დამსახურება რა თქმა უნდა, მაგრამ იდეები ევოლუციური, აი სწორედ აქ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ მაშინდელი საზოგადოება მას ძალიან კრიტიკულად შეხვდა, ვინაიდან ის ილაშქრებდა მეტაფიზიკური შეხედულებით.